ვარ სუზი ფაცაცია, 33 წლის, დამთავრებული მაქვს უცხოენები, მაგრამ პროფესიით აღარ მუშაობ. ამჟამად გავიარე ბუღალტრის საერთაშორისო კურსები და მე უკვე შარშან 2014 წლის ოქტომბრიდან გადავედი სამუშაოდ ამერიკის საერთაშორისო საბჭოს ფილიალის საქართველოში ფინანსურ მენეჯერად. ძალიან კურიოზულად აღმოჩნდი ამ გადაცემაში. მე დაგიკავშირდი ნანუკა და პირადად გავუწია მას რეკომენდაცია ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად. რაც შეეხება ვიზუალს, შევიცვლიდი ალბათ მარცხნილობას, ალბათ შევიცვლიდი ტუჩებს. ესე მეუბნებიან. მე თვითონ ცოტა მეშინია ხოლმე ამ პროცედურების და მაგით თავს ვიკავებ. ალბათ გავბედა რომ რაღაცეები რადიკალური ცვლილებები შევიტანო ჩემს გარეგნობაში. ცუდი ამინდის და მიუხედავად ჩვენ ვაგრძელებთ რეფრეშ, რა თქმა უნდა, ამჯერად ყავს სუზი ფაცაცია მთავარი გმირი, რომლის პატარა ოცნება თუ შეიძლება ასე დავარქვათ, სულ მალე ახდება. ჩვენ ახლა შევალთ კლინიკა ლაბელ მედიკალში, ესთეტიკური მედიცინის ცენტრში, სადაც როგორც უკვე გითხარით, სუზის პატარა ოცნება ახდება. ასე რომ გამოვყევით. ვფიქრობ, რომ მას სჭირდება ოდნავ ტუჩის კორექცია და თქვენ ამაში დარწმუნებულად დაგვეხმარებით. ვიწყებთ პროცედურას, მოვათავსებთ კრემს, რომელიც ძალიან კარგი გამაყუჩებელია, დაახლოებით 9 საათი არის აბსოლუტურად საჭირო იმისთვის, რომ გრძნობელობა მაქსიმალურად დაგვიქვეითდეს. ეს არის ბოლო თაობის ახალი ფილერები, რომელიც საოცარ შედეგებს გვაძლევს. და რა არის ამ შედეგების უპირატესობა? ანუ იგი შეიცავს პეპტიდებს, ბიომიმეტიკურ პეპტიდებს და ჰიალურონის მჟავას. ეს პეპტიდები არის 100%-იანი idენტური ადამიანის ქსოვილების ბუნებრივი პეპტიდების, ანუ მაქსიმალურად ჰომოგენური. მოდი გეკნევათ. ყველანაირად ხელშეწყობა იქნება ისეთი, რომ არ იგრძნოს ტკივილი. თქვენთან შეთანხმებით ნელა-ნელა ეტაპობრივად გავაკეთებთ. წარმოიდგინე, რომ უკვე გაქვთ ძალიან მაგარი ტუჩები და აუცილებლად უნდა გაიგეთო ეს იმის გარშემო მაგარი ტუჩი. არ იყო მტკივნეული, ეს უნდა აღიაროთ, ხო? მართლა ნამდვილად არ იყო მტკივნეული, თუმცა ემოციური პაციენტი აღმოჩნდა თორე პროცედურა. ნამდვილად ემოციური. და ვფიქრობ ძალიან ლამაზი ტუჩები გაიგეთა ქალბატონო რეკა და ღირდა ნევროლოგად. რეკომენდირებულია მასაჟი პროცედურის შემდეგ, რადგან გელი კარგად გადანაწილდეს ტუჩის ქსოვილებში, ასევე ინიშნება მაქსიმალური რაოდენობით წყალი. ასევე 1-2 კვირის განმავლობაში არ წახვალთ სოლარიუმში, საუნაში, მოერიდებით აქტიურ მზეს. ვფიქრობ, თქვენი მაღაზია იქნება ზუსტად ის ადგილი, სადაც შევარჩევთ ზარაჩულებრივ სამოს სუზისთვის. აუცილებლად გვინდა შენთვის სტილის შეცვლა და ვფიქრობ, რომ კლასიკურ სტილს მოგარგებ. ვფიქრობ, რომ ეს უნდა მოვირგოთ აუცილებლად. ძალამაზი ფერებია, ყოველდღიურად ჩავიცმევდი დიდი სიამოვნებით მეც, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ამ შემთხვევაში კლასიკური სამოსი. სუზი, ნახე, რა მაგარი კაბაა. ვფიქრობ, მოგიხდება, თუმცა რამდენად იცმევ შენ ესეთ სტილს, ეგ ნამდვილად არ ვიცი. არ იცმევ, მაგრამ მაინც მინდა რომ მოირგო. იპოვე ხო შენი სტილი? არ გვინდა ამ შემთხვევაში ეს. აი ეხლა პერანგი გასვლა, ძალიან ლამაზია, მე ძალიან მომწონს, მაგრამ აუცილებლად უნდა მოირგო ეს კაბები. ხო, შავი ფერი ძალიან გიხდება და ეს ნამდვილად ძალიან კლასიკური და სადაკაბა. ძალიან ლამაზი ფერია. ძალიან სექსუალური კაბა და ისე გიხდება, რომ ემოციას მიურმავა მის. შეიძლება შენთვის ზედმეტად თამამია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან გიხდება. შესაფერისი სამოსი სუზისთვის ჩვენ უკვე შევარჩიეთ. რჩება ფეხსაცმელი, რომელსაც რა თქმა უნდა სკაილერ ნიუ-იორკში ავარჩეთ. ნახე რა ლამაზია ეს. უფრო ლამაზად გამოგიჩენს ფერს, მე ვფიქრობ, რომ ამოჭრილები აქვს გვერდებში. ესეც ძალიან ლამაზია. შენ მოგწონს ეს? მეც მომწონს, იმიტომ რომ ყოველ ესეთია პრაქტიკული, უფრო სქელ ფუსზეა და წინ მანტიც ძალიან ლამაზია.
დიდი ფიქრის შემდეგ მოკლედ გადავწყვეტეთ და ერთ აზრზე შევჯერდით მე და სუზი ასე ვთქვათ და ავარჩიეთ ფეხსაცმელი, არაჩვეულებრივი ფეხსაცმელის Skyler ნიუ-იორკში, რომელსაც ჩვენი ტელემაყურებელი 4 შაბათს დილით იხილავს, ასე რომ დაგველოდეთ და დიდი მადლობა თქვენ. Skyler ნიუ-იორკს. რა ხდება ალბათ თქვენთან? ვატყობთ ხარა დისკუსიაში ხართ და აბა რა გადავწყვეტეთ? მე და სუზი ბევრი იმჟელეთ და მივედით იმ აზრამდე რომ სუზის არ უნდა რადიკალურად თავის სტილის შეცვლა, მაგრამ გადაცემა მოითხოვს იმას რომ ვაჩვენოთ ცვლილება. ამ შემთხვევაში უნდა დავიცვათ ჩვენ კლასიკური სტილის ვარსკვლავობა და შევარჩიეთ ესეთი ვარსკვლავობა არის როგორც არის Bob Care. ჩვენ დავიწყებთ პირველ რიგში შეჭრით, რათა შეჭრა გვანახებს საბოლოოდ დაგვეხმარება უფრო სწორად შეღებისთვის მოგვიმზადებს თმას. ამ ვარსკვლავობას ნანუ ქვია გრადუირებული ბობი, რომელიც იყო შექმნილი 60-იან წლებში ერთ-ერთი დღესდღეობით, რომელიც არის აღიარებული საპარაკო ხელოვნების მამა, ვიდალ სესონი, ბევრთვის ცნობილი იქნება მისი მეთოდიკა. საკმაოდ საინტერესო და რთული ნამუშევარია. ამას 4 შაბათს იხილავს ჩვენი ტელემაყურებელი თუ საბოლოო ჯამში რა გამოვა? ნახოთ, რა სტადიაშია ჩვენი დარეფრეშება, როგორ მიდის საქმე და როდის ვნახავთ ბოლოს და ბოლოს ჩვენ გმირს. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მაკო და კოტე მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს. დარწმუნებული ვარ მოუთმენლად ელოდებიან თქვენთან ერთად სუზის გარდასახვას. სულ ცოტა დრო რჩება. ჩვენ ჯადოსნურ ოთახში გადმოვინოსოთ როგორც ხედავთ. მარიამი და დათო, რა თქმა უნდა, ჩვენი უცვლელი რეფრეშის გუნდის წევრები ცდილობენ რომ ჯადოქრობები ჩაატარონ. ისეთ სასწავლმაკიერს უკეთებს მარიამი დარწმუნებულია როგორც ჩვეულებრივი, დათომაც არაჩვეულებრივად გააკეთა თმა და დარწმუნებული ვარ ძალიან მოწონს ჩვენს თავარ რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარია. ეხლა რა უნდა გითხრათ მოკლედ. მაღაზია ნიუში ვიყავით აბაშიძის 58 ნომერში, რომელიც მდებარეობს აბაშიძის 58 ნომერში. ეს არაჩვეულებრივი სადა კლასიკური კაბა, როგორც უკვე გითხარით, ჩვენ გადავწყვეტეთ სუზისთვის შეგვექმნა კლასიკური იმიჯი მოვარგეთ სუზის. რამდენად გამოგვივა ამას თქვენ თვითონ შეაფასებთ დარწმუნებული ვარ. აი ესეთი არაჩვეულებრივი შავი კაბა მოვიფიქრეთ რომ და დიდი მადლობა მაღაზია ნიუს ამისთვის, რომელიც აბაშიძის 58 ნომერში მდებარეობს. ასევე რა თქმა უნდა ფეხსაცმელების გარეშე არ შეიძლება რომ ესა და შავი კლასიკური კაბა მოირგოს და აი გვაქვს წითელი ესეთი არაჩვეულებრივი შინდისფერი ფეხსაცმელი, რომელსაც Skyler ნიუ-იორკში ავარჩიეთ. დიდი მადლობა Skyler ნიუ-იორკს. ჩვენი გმირი უკვე მზად არის იმისთვის რომ მაყურებელს შეხვდეს. ძალიან საინტერესო იყო თქვენი სტუმრების მოსმენა, თუმცა ვფიქრობ, რომ რეფრეშიც არანაკლებ საინტერესო იქნება. დასრულდა ნელ-ნელა უკვე სრულდება ჩვენი გადაცემა რეფრეში. თავარი გმირი სუზი, რა თქმა უნდა, აქტიურ სამზადიშო და მას უკეთებენ მაკიაჟს და თმას და თუ სუზი თუ შეიძლება ადექი, წამოდექი. დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ ესე ახალისებთ ჩვენს თავარ გმირებს. წამოდექი თუ შეიძლება, აი აქეთ მაყურებელს დავენახოთ, როგორი ხარ საბოლოო ჯამში. თუ შეიძლება ჩვენ ჯადოსნური მოსასხამი მოგხსნათ. ძალიან ლამაზი ხარ, მე დარწმუნებული ვარ, არამერტო მე მომწონ ხარ, ამეთ მაყურებლებსაც ძალიან მოეწონები და მამაკაცებს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 14 თებერვალი მოდის და რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი სიურპრიზი გელოდება წინ. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი რეფრეში შედგა და რაც გვინდა და გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიკამათეთ. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო გადაცემაში მონაწილეობისთვის და ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი რეფრეში შემოვიდა. კოტე, როგორ შეაფასებდი, თუ შეიძლება მჭირდება შენი შეფასება? იმის ფონზე რომ დახოცეთ ერთმანეთი არ ვიცი გადასწავლება ნამდვილად და უბრალოდ საწოდაობა ამ შემთხვევაში შარვალი ზოგადად როგორც ესეთი და მისი არსებობა. მაკო, ძალიან დიდი მადლობა შენ ყველაფრისთვის, იმიტომ რომ მეც ამ აზრზე ვიყავი რომ არ მინდოდა შარვალი რომ ჩაეცე და ამიტომაც გადაწყვეტე შავი სადა კლასიკური კაბა, რადგან შავი კაბა თითოეული ჩვენთაგანის გარდერობს ამშვენებს ხოლმე და ვფიქრობ ქალბატონებს ძალიან უხდება შავი კაბა. სუზი, დიდი მადლობა. და თქვენ მაყურებლებს შევახსენებ, რომ აუცილებლად უნდა მოგწერონ GDS დილის ოფიციალურ გვერდზე თქვენი სასურველი ისტორია. ნანუკა, გემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა შენ, ველოდებით შემდეგ გმირებს, ჩვენ კი გემშვიდობებით, ერთმანეთს უკვე ხვალ შევხვდებით ისევ 8 ნახევარზე, ასე რომ დროებით. კარგად დანდებოდეს.